პორნოგრაფიის ყურების თანმდევი მოვლენა ხშირ შემთხვევაში არის მასტურბაცია, ხო? აი, რო გავყოთ სიტყვაზე ადამიანი, რომელიც მასტურბირებს ხშირად, მაგრამ არ იყენებს პორნოგრაფიას, ასეთ შემთხვევაში თავისთავად ხშირი მასტურბაცია თუ არის რისკ ფაქტორი ერექციის არა. თავისთავად ხშირი მასტურბაცია. ნორმალური ეს მასტურბაცია იყო სულ. ხო. საერთოდ არ იყო ტელევიზია პორნოგრაფია, ეს არის ესეთი აი ხშირ წარმოგიდგენთ მარტო ადამიანებშიც კი არ არის. ცხოველებშიც კი არა, ეს არის ბაზისური ინსტინქტი არის ეს. ცხოველებში რა, მაიმუნებში. სხვა ცხოველებს არ აქვს შესაძლებლობა. და პირიქით არის ხო, ვიცით კვლევები, რომ ეაკულაცია ხშირი კარგი არის. და საზიანო მექანიზმი აქ არ არსებობს. საზიანო მექანიზმი იყო, რომ აი ეს პორნოგრაფიის შემთხვევაში სტიმულის ამბავი, თორე ხა სხვა მხრივ მექანიკურად სიზარღვების კუთხით ეს რეალურად არაფერს არ აფუჭებს. ზედმეტად ბევრი ვერ იქნება ეს მასტურბაცია, ხო? ზედმეტად ბევრი ვერ იქნება ფიზიკურად, იმიტომ რომ მოთხოვნილება არის. ეგ არის როგორც იცით, აი ზედმეტად ხშირად შარდავ, შეიძლება თვითონ შეგაწუხოს ფაქტმა, რომ ხშირად შარდავ, მაგრამ ორგანიზმს სხვა არ აზიანებს ეს, აი დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. ხო, იმიტომ რომ ეს არის ხოლმე, ხო? ხა მიმართავ თინეიჯერებს, რომ ესეთ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს ხოლმე, ხო, რაღაცა. ცინიკური დამოკიდებულება. კიდე ხო, ხუმრობები, რომლებიც მე უკვე ბულინგში ვლინდება ხოლმე და იცოდეთ, რომ არაფრის გამოაკეთებთ ხო რაღაცებს მოусმინეთ ამ ადამიანს. თან ყველა აკეთებს და ყველა ერთმანეთს. ხო. კი ბატონო.